მოგესალმებით FM 105.9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა გადაცემის, რომლის ყურებაც შეგიძლიათ სმენის პარალელურად, თუ კი გაქვთ ამის შესაძლებლობა, რადიო იმედის Facebook გვერდის საშუალებით, ასევე პორტალებზე MyVideoG, იმედი.gr და მაგთეს IPTV 53 არხზე. გენ მოდიფიცირებული პროდუქტები იქნება დღევანდელი ჩემი გემრიელი რეკომენდაციების თემა. მე ვფიქრობ, რომ რაც ეს გადაცემა არსებობს, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს გამოვა ყველაზე უფრო საინტერესო გადაცემა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაზე უფრო მეტად შეიძლება აინტერესებდეთ მომხმარებლებს, მაგრამ ყველაზე ნაკლები ინფორმირებულები არიან, როგორც წესი ამ საკითხთან დაკავშირებით და დღეს გავარკვევთ, რა პროდუქტების გენმოდიფიცირება შეიძლება, რომელი პროდუქტები ვერ იქნება ვერავითარ შემთხვევაში გენმოდიფიცირებული, ასევე რატომ გახდა საჭიროება მსოფლიოში გენური ინჟინერიისა, არის თუ არა საშიში და ასე შემდეგ. კონკრეტულად ყველა ამ შეკითხვას, რა თქმა უნდა, ჩემს სტუმართან ერთად ვუპასუხებთ. ნელი დათუკიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მოგზაურობდა ჩვენთან იმისთვის, რომ ამ ყველა შეკითხვას უპასუხოს. მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონელი, ასეთი მოსაზრება ალბათ თქვენც გაგიგიათ, რომ ყველაფერი გენმოდიფიცირებულია. მომხმარებლების დამოკიდებულება საკვები პროდუქტების მიმართ არის როგორც წესი ასეთი და აი განმარტავენ იმით, რომ მაგალითად ისეთი გემრიელი აღარ არის პომიდორს თევზის გემო აქვს, მარწყვი ვაშლივით ხრაშუნაა და დიდი ზომის, ანუ არაბუნებრივი ზომის, ფორმის და გემოს გამო ხალხი მიიჩნევს, რომ პროდუქტები ყველაფერი არის გენმოდიფიცირებული. ამ შეკითხვას რა თქმა უნდა უპასუხებთ ჩვენ, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტები, რომელთა გენმოდიფიცირება სოფლიოში ხდება და რომელთა გენმოდიფიცირება ზოგადად არაც საქართველოში საერთოდ არსად არ არის და ამ რაღაც მითებს დავამსხვრევთ, მაგრამ პირველ რიგში აი ძალიან სამომხმარებლო ენაზე თუ არ ვიცი, ძალიან გასაგებად მსმენელისთვის რომ განმარტოთ, რას გულისხმობს გენური ინჟინერია, ანუ რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული პროდუქტი. გენური ინჟინერია არის თანამედროვე ბიოლოგიური ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკური ნივთიერების, ანუ დნმ-ის მოლეკულის შეცვლას, მოდიფიკაციას. ეს მოდიფიკაცია ხდება ლაბორატორიაში მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდებით და გულისხმობს დნმ-ის დაჭრას, გაერთიანებას ფრაგმენტების, სხვადასხვა სახეობიდან აღებული ფრაგმენტები დნმ-ის შეიძლება აი ამ მეთოდით გაერთიანება მოხდეს და მისი აუცილებლად იგულისხმება აი ამ მეთოდში მისი შეტანა, ახალი რეკომბინანტული დნმ-ის შეტანა ცოცხალ ორგანიზმში. არამონათესავე დნმ-ის ალბათ ხომ რაღაცა უცხო შეიძლება არამონათესავეც იყოს, შეიძლება მონათესავეც იყოს, ნებისმიერი დნმ-ის ფრაგმენტების გაერთიანება შეიძლება მოხდეს. მაგრამ ამ მეთოდის სწორედ უპირატესობა ჩვეულებრივ სტანდარტულ მოდიფიკაციებთან შედარებით არის სწორედ ის, რომ არამონათესავე სახეობებიდან აღებული დნმ-ის მოლეკულების ასე ვთქვათ, გაერთიანება შეიძლება მოხდეს. კონკრეტული პროდუქტის მაგალითზე რომ ვთქვათ, აი მაგალითად ლიმონს შეიძლება ამოაცალონ ის გენი, რომელიც მის სიმჟავეზეა პასუხისმგებელი და მივიღებთ ლიმონს, რომელიც არ არის მჟავე. ხო, დაახლოებით ასეთი რამ არის, მაგრამ ძირითადად დამატება ხდება და არა ამოცლა დნმ-ის, ხო? კი ბატონო, სწორი მაგალითი მოიტანეთ, შეიძლება ამ მეთოდით ზუსტად. ეხლა მიზანი რა არის? გენეტიკურ ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, ეს მიზანი შეიძლება იყოს ჯერ ერთი თვითონ ორგანიზმის თვისების შეცვლა, ნებისმიერი თვისების შეცვლა და მეორე მიზანია ხშირად ამ ორგანიზმში ისეთი გენის ჩამატება, რომლის საშუალებითაც მოხდება ახალი ბიოტექნოლოგიური პროდუქტების წარმოება, დამზადება. ანუ ეს ცოცხალი უჯრედი ორგანიზმი გარდაიქმნება, როგორც ეძახიან, მინი ქარხანად, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა ბიოტექნოლოგიურ პროდუქტებს. და ეს პროდუქტებში იგულისხმება ფარმაცევტული პროდუქტებს, ვახსენებ პირველ რიგში დიდი ნაწილია ხშირად გენმოდიფიცირებული პროდუქტების, აგრეთვე, რა თქმა უნდა, პროდუქტები და ასე შემდეგ სხვადასხვა სახის პროდუქტები. ყველაზე რთულად მოსასმენია ხოლმე, როდესაც აი საკვებ პროდუქტებზე ბუნებრივია საუბარი და აი მაგალითად კომბოსტოში დაამატეს გენი შხამიანი მორიელის, აი აბსოლუტურად განსხვავებული რაღაც და ეს რა თქმა უნდა ბუნებრივია შიშს იწვევს მომხმარებლებში. ან მაგალითად რაღაცა კონკრეტულში დაამატეს რაღაც კონკრეტული შხამიანი, ანუ ობობის რაღაცა გენი და ასე შემდეგ. ანუ წარმოუდგენელი
ერთი შეხედვით ძალიან შეუთავსებელი ორი განსხვავებული რაღაც და რატომ გახდა მსოფლიოში ამის საჭიროება? რატომ არის აუცილებელი რომ გარკვეული პროდუქტები იყოს გენმოდიფიცირებული? თუ არ არის აუცილებელი, ანუ რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი? კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისთვის. ალბათ ჯობს ვახსენო საერთოდ გენური ინჟინერია როცა შეიქმნა მიზანი რა იყო და როგორ მოხდა ისტორიულად ეს 1970-იან წლებში შეიქმნა ეს ტექნოლოგია და პირველად ბაქტერიებზე ჩატარდა ექსპერიმენტი, როდესაც ბაქტერიას მიანიჭეს ახალი თვისება. და მაშინვე უკვე აი ამ მეცნიერებმა დაგეგმეს და ივარაუდეს, რომ ამ ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნებოდა ადამიანებისათვის ძალიან სასარგებლო შედეგების მიღება და ამაში იგულისხმებოდა პირველ რიგში ფარმაცევტული პროდუქტები და შემდეგ საკვები პროდუქტები. საჭიროება გახდა იმიტომ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ზრდასთან ერთად სულ უფრო ნაკლებობა იყო, დეფიციტი იყო სამკურნალო საშუალებების, წამლების და ასევე საკვები პროდუქტების. იყო ქვეყნები, სადაც შიმშილი იყო მიზეზი ხშირად სიკვდილიანობის. და ასევე, რა თქმა უნდა, მკურნალობისათვის იყო ძალიან შეზღუდული რაოდენობა წამლების. აქვე ვიტყვი, რომ აი გენური ინჟინერიის მეთოდის შექმნის შემდეგ პირველი ბიოტექნოლოგიური პროდუქტი ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი იყო ინსულინი, სამედიცინო საშუალება. რომლის გარეშეც ადამიანები უბრალოდ ვერ არსებობენ. დღეს ვიცით რამდენად ხო ფართოდა ეს დაავადება დიაბეტი გავრცელებული და აუცილებელია. ეს და აი დღესდღეობით აი გენური ინჟინერიით იწარმოება ინსულინი ძირითადად, რასაც ვიყენებ და გარდა ამისა ფარმაცევტული პროდუქტების 70%-ზე მეტი, როგორც ამბობენ, გენური ინჟინერიითაა დღეს დამზადებული, ეს ინტერლეიკინი იქნება, ზრდის ჰორმონი, ესე ბევრი მწვავე დაავადებები, სამკურნალო საშუალება, სიმსივნეები იქნება, ანთებითი დაავადებები, ეს სხვადასხვა სწორედ ეს დაავადებები განიკურნება. ეხლა რაც შეეხება საკვებს, უნდა ვთქვა ამასთანავე, რომ აი როდესაც გენური ინჟინერიით დამზადებული ბიოტექნოლოგიური პროდუქტები მას შემდეგ რაც გაშდა, მაშინვე დაისვა საკითხი ამ პროდუქტების უვნებლობასთან დაკავშირებით, უსაფრთხოებასთან და უვნებლობასთან დაკავშირებით. და განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს საკითხი მას შემდეგ, რაც გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პროდუქტები შეიქმნა. საკვები საჭიროება უკვე ვახსენე, რატო იყო, რომ შიმშილიანობა იყო და საკვები ფაქტიურად შეკვეთა იყო მეცნიერებზე, რომ დავამზადოთ ისეთი მოდიფიკაცია მოხდეს ისე მცენარეების, რომ მივიღოთ უხმოსავლიანი სცენარეები. მავნებლებისგან რომ იყოს დაცული. ეს უხმოსავლიანობისათვის, ამიტომ დაიგეგმა ასე, რომ როგორ გავზარდოთ მოსავლიანობა, ესე იგი მცენარეების გარდას მოსავლიანობას ხელს უშლის მწერები, მავნებლები, გარდა ამისა სხვადასხვა დაავადებები, ვირუსები. აი ამის გამო, ესე იგი დაიგეგმა გენური ინჟინერიით ისეთი მცენარეების მიღება, რომელიც იქნებოდა გამძლე აი ამ დაავადებების მიმართ, ვირუსების მიმართ და ასევე მწერების მიმართ, სხვადასხვა მავნებლების მიმართ და მართლაც აი ამ ასე შეიქმნა მერე ბიტი ქვია, ბაცილუს ტურინგიენსი არის ესეთი აგრობაქტერია, რომლიდანაც კლონირებული იქნა გენი მცენარეში, ტოქსინის გენი, ენდოტოქსინის, რომელიც ზუსტად არის ამ წერების მიმართ გამძლე, ასეთი მცენარეები. წერი შორიდანვე, ეს მარტივად რომ თქვა, თუ ამბობ სწორად არ ვიცი, წერი ხდება, მისთვის აღარ ხდება ის მცენარე სასურველი, მას შემდეგ რაც ეს გენი აქვს შეცვლილი. ხდება უბრალოდ. ეს არის ენდოტოქსინის გენი, ტოქსინი საერთოდ არის საწამლავი, როგორც იქნებ, ცილა ენდოტოქსინი და აი ეს გენი სწორედ კლონირებულია მცენარეში და ხდება აი ეს გენის კლონირების შემდეგ მეცნიერულად რო ვთქვა ექსპრესია ხდება. ანუ ამის შემდეგ სინთეზირდება ცილები. ეს ცილები, ტოქსინები, რომელიც უკვე იწვევს აი, როდესაც მწერი მცენარეს და ასე ვთქვათ, დაუკავშირდება, ან შეეხება, აი, ყვდება ეს მცენარე უკვე ეს მცენარესთან შეხების შემდეგ მწერი. მაგრამ აი ეს ინფორმაცია რომ გვესმის, რა თქმა უნდა, გვეშინია და მე როგორც ვიცი, მეცნიერება არ არის ესეთი
სწორხაზოვნად არ ამბობს და ხალხს გასმით, რომ უსაფრთხოა. არის მეცნიერთა ნაწილი, უფრო დიდი ნაწილი ამბობს, რომ უსაფრთხოა ის გენური ინჟინერით მიღებული ის პროდუქტები, რომელიც ზოგადად ბაზარზე არის, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილია მეცნიერების, რომელიც ამბობს, რომ საშიშია. და აი თქვენი აზრი, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ არის და რისთვის შეიძლება იყოს ეს საშიში? უვნებლობასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, აი რაც შეიქმნა ეს პროდუქტები 1996 წელს გამოვიდა ბაზარზე, რო ვიტყვია, გაყიდვაში. მას მერე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით დიდია მოხმარებელთა ინტერესი და ამიტომ ყველა სახელმწიფოში საერთაშორისო დონეზეც შექმნილია კანონმდებლობები, რომელიც არეგულირებს ასეთი პროდუქტების გამოყენებას. და რა იგულისხმება? პირველ რიგში, სანამ ბაზარზე გამოვა, ყველა ეს პროდუქტი უნდა შემოწმდეს უვნებლობასთან დაკავშირებით და რა იგულისხმება? ალერგენებისა და ტოქსინების შემოწმება. პირველი, ესე იგი, საკვების კუთხით, ესე იგი, პოტენციურ რისკებზეა ხოლმე საუბარი. ცალსახა პასუხი დღეს არ არსებობს, როგორც მეცნიერულად, ასევე რაც არსებობს დღევანდელი მონაცემები მეცნიერული კვლევების, ურთიერთსაწინააღმდეგოც კი შეიძლება იყოს. რატომ ახლა გეტყვით? დღეს არსებობს 30-ზე მეტი მცენარის სახეობის 600-ზე მეტი გენეტიკური ვარიაცია. და როგორც ხვდებით, აქ გამოყენებულია სხვადასხვა დნმ-ის მანიპულაციები, რო ვთქვათ, და სხვადასხვანაირი მიდგომებით არის შექმნილი. ამიტომ შეუძლებელია ცალსახად ვთქვათ, რომ ყველა ეს ვარიაცია ერთნაირად საშიშია ან მავნებელია. უბრალოდ ყველა შემთხვევაში ხდება მეცნიერული მიდგომა ასეთია, ცალ-ცალკე განხილვა. ყველა ვარიაციის. ამიტომ ყველა ვარიაციის შემოწმება ხდება და სავალდებულოა თვითონ წარმოება ძირითადად აქვე ვახსენებ, რომ ხდება რამდენიმე ქვეყანაში განსაკუთრებით. ეს არის წარმოებელი ქვეყნებია ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ბრაზილია, არგენტინა და გარდა ამისა სხვა ქვეყნებიც რამდენიმე, მაგრამ ამას თავარი 4-ეული რო ქვია, ეს არის და მცენარეებიც ყველაზე მეტად გავრცელებული, აი ამდენი ვარიაცია კი არსებობს, მაგრამ მათში ყველაზე მეტად გავრცელებული არის 4 სახეობა: სოიო, სიმინდი, ბამბა და რაფსი. ბამბას არ მივირთმევთ, ანუ დარჩა რაფსი, ცოტა ესეთია საქართველოში არ არის პოპულარული, დარჩა მხოლოდ სოიო და სიმინდი. კი ბატონო, საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური ალბათ მაინც სიმინდია. და ესე იგი, ესენი ფაქტიურად გენმოდიფიცირებული, როგორც გითხარით, სახეობები უფრო აი ამ 4 ქვეყანაში ითესება, მაგრამ საკვები პროდუქტების სახით გავრცელებულია მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში. ეს აუცილებლად მინდოდა მე თქვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაინც რადგან არის სადაო და 100%-ით არ არის მათი უსაფრთხოება დამტკიცებული, ჩემი სუბიექტური მოსაზრება რომ რა თქმა უნდა უმჯობესია და მე მსმენელის დამეთანხმება რომ ყველას გურჩევნია არაგენმოდიფიცირებული პროდუქტები მივირთოთ. სიმშვიდისთვის აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა რომ როგორც თქვენ ახსენეთ, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა არის ყველაზე სადაც 10-ზე მეტი პროდუქტი იწარმოება და აი ესეთი ქვეყნები როგორიც არის საქართველო, როგორიც არის თურქეთი, სადაც ბევრი პროდუქტი შემოდის ჩვენთან, ასევე ჩინეთში სხვათა შორის გენური ინჟინერიის მოყვანა პროდუქტების იგრძალება, აბსოლუტურად ყველა პროდუქტის, ინდოეთშიც კი მხოლოდ ბამბის მოყვანა არის დასაშვები. ანუ ჩვენ ის რაც არის ქართული და ქართულ მიწაზე მოყვანილი ვერაფერი გენმოდიფიცირებული ვერ იქნება. ანუ ეს ერთი სიმშვიდის საფუძველი შეგვიძლია ჩვენს სონელს მივცეთ. ასევე თესლის გადატანაც რო ხდება, მე გამოვითხოვე ეს ინფორმაცია მაგალითად ერთი ქვეყნიდან მიდის მეორე ქვეყანაში სათესლე მასალა, რომელიც არის გენური ინჟინერიის შედეგად მიღებული, საქართველოს გავლით ვერ გაივლის, იმიტომ რომ შესაძლო ბუნებაში მოხდეს ესეთი უნებლიე გაფანტვა და ამისგანაც რომ იყოს დაცული, ჩვენი ტერიტორია არ ატარებს ასეთ სათესლე მასალას. ლაბორატორიაში შეიძლება სადმე ეს კეთდებოდეს, მაგრამ მასობრივად ეს ასე არ არის. ევროკავშირის ქვეყნებსაც შეეხება 4 ქვეყანა ასეთ, სადაც არის დასაშვები: პორტუგალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი. ანუ ამ ქვეყნებში გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა შეიძლება როგორც სიმინდის, სოიოს და ასე შემდეგ, მაგრამ მე იცით რა მინდა რომ განუმარტოთ ჩვენს მსმენელს, ყოველთვის არის შიში, როგორც დავიწყე გადაცემა, რომ აი პომიდორს აქვს თევზის გემო და თევზის გენი აქვს. ხო არის ესეთი მოსაზრება, თქვენს გაგიგიათ ალბათ, მარწყვი შეიძლება რომ პომიდორი და მარწყვი იყოს გენმოდიფიცირებული, ან რა პროდუქტების გენმოდიფიცირება ხდება ზოგადად და რა ვერ იქნება, აი ქართულ ბაზარზე რა ვერ იქნება გენმოდიფიცირებული.
სწორი ინფორმაცია უკვე მოგიძიებიათ ამასთან დაკავშირებით. მე თვითონ ვიყავი ჩართული საქართველოში კანონმდებლობა, როცა შეიქმნა გემოსთან დაკავშირებით და ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის მსგავსად აკრძალავს ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების, ანუ თესლების, ნარგავების გავრცელებას, მაგრამ საკვე პროდუქტების შემოტანა შესაძლებელია, მაგრამ უნდა იყოს ეტიკეტირებული. ანუ მაგალითად 19 პირობითად კონსერვი შეიძლება იყოს დაკონსერვებული სიმინდი, შეიძლება იყოს შეიცავდეს გენმოდიფიცირებულს, მაგრამ სიმინდის თესლი, რომლის მოყვანაც ბუნებაში შეიძლება, ის ვერ იქნება გენმოდიფიცირებული. ასეთი კანონმდებლობა გვაქვს საქართველოში ნამდვილად. მაგრამ აი ხა თქვენ რას კითხულობთ, რომ ესე იგი რომელი შეიძლება იყოს მოდიფიცირებული? შეიძლება იყოს გენმოდიფიცირებული, თუ თამამად შეგვიძლია ადამიანმა აი როგორც უკვე თავიდანვე ტექნოლოგიაზე ვისაუბრეთ, ტექნოლოგია გულისხმობს ცოცხალი ესე ორგანიზმის მოდიფიცირებას. ეს ორგანიზმი ესე იგი უკვე პროცესირებულ პროდუქტზე შეუძლებელია. ანუ საკვები პროდუქტის მოდიფიკაცია არ ხდება. ხდება ცოცხალი, ანუ სცენარის, მაგალითად, ცხოველის მოდიფიკაცია შეიძლება. ყველა ცოცხალი ორგანიზმის მოდიფიკაცია თეორიულად შესაძლებელია, კი ბატონო, და ესე იგი ეს რა თქმა უნდა, კიტრიც, პომიდორი უკვე მოდიფიცირებული. აი როგორც გითხარით, 30-ზე მეტი სახეობა მოდიფიცირებული, პომიდორი მოდიფიცირებულია, თქვათ იგივე კარტოფილის რას გულისხმობ ამ 30 სახეობაში. ეს იგულისხმება, რომ უკვე ნებართვებია გაცემული. აი ამათი გამოტანის ან საკვე პროდუქტად, ან ცხოველის საკვებად იყენებენ ხშირად. ბევრი სახეობა ცოცხალის ესე იგი ცხოველის საკვებად გამოიყენება. შეიძლება პროცესირებულ პროდუქტად იყოს და ნებადართული. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია უკვე ნებართვები გაცემული ამ 30 სახეობაზე, რომ შეიძლება მათი ესე იგი გამოყენება. მაგრამ ანუ უკვე თან მაგათი შემოწმება უსაფრთხოების, უვნებლობის შემოწმება უკვე შესრულებულია. აი ეს არის მნიშვნელოვანი, როცა გამოაქვთ ბაზარზე ყველა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც სავალდებულოა მათი უვნებლობის შემოწმება. ანუ ეს ცოცხალი ორგანიზმი გადის ესეთ ეტაპებს შექმნის დროს, პირველ რიგში ლაბორატორიაში იქნება ეს ახალი მოლეკულა DNM-ის, შემდეგ ეტაპზე ხდება ცოცხალ ორგანიზმში შეტანა და მხოლოდ მერე ხდება უსაფრთხოების შემოწმება და ბაზარზე სანამ გამოვა აუცილებლად ეს შემოწმება შესრულებულია უკვე. მაგრამ იცით როგორ შეკითხვა მაქვს, აი პომიდორი ხო ვერ შემოვა, თუნდაც გასაგებია რომ საქართველოს მიწაზე ვერ მოვა გენმოდიფიცირებული პომიდორი. არ შეიძლება კანონმდებლობით, მაგრამ შეიძლება რომ პომიდორი შემოვიდეს მაგალითად ესპანეთიდან პირობითად ვამბობ, ესპანეთში დებადართულია და ამიტომ ვახსენე ეს ქვეყანა, იქიდან გენმოდიფიცირებული პომიდორი, და პომიდორის გამრავლება ის ხოცა არა შეიძლება მაგას ვამბობ თესლად რაც შეიძლება რომ თესლად იყოს გამოყენებული ის ვერ შემოდის არ შემოდის და იგრძალება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული გვაქვს თესლი ან ესე იგი ის პროდუქტები კიდევ ერთხელ რომ განუმარტოთ მსმენელს ის პროდუქტები ბოსტნეული იქნება ეს ხილი თუ ასე შემდეგ, რომელთა გამრავლებაც შემდეგ შესაძლებელია, მაგალითად, პომიდორს ხომ აქვს თესლი, ანუ პომიდორს რომელსაც ჩვენ ვჭამთ, იქ აქვს ყურკები, რომელსაც თუ მიწაში ჩავდებთ, შეიძლება ამოვიდეს. ამიტომ ისეთი პროდუქტები, როგორც არის პომიდორი, ისეთი პროდუქტი, როგორც არის თუნდაც სიმინდი, რომლის გენმოდიფიცირება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ხდება, ვერ შემოვა გენმოდიფიცირებული ჩვენს ქვეყანაში, თუ ის არ არის უკვე ან დაკონსერვებული სახით, ან ისეთი სახით, რომლის გამრავლება შეიძლება იყოს და ინგრედიენტად იყოს გემო. კი, ესე შეიძლება, ხო? პროცესირებული საკვე პროდუქტები, აი ჩიფსები, თქვათ ესეთი სახით, ის რისი გადამუშავებული, რისი გამრავლებაც ვეღარ მოხდება ბუნებაში, ეს შეიძლება რომ იყოს გენმოდიფიცირებული, უბრალოდ მის ეტიკეტზე აუცილებლად თვალსაჩინოდ დგას უკან პატარა წერო აწერენ ხოლმე პატარა შრიფტის შეუძლებელი რომ არის დანახვა, ასეთ ადგილას არა, ძალიან თვალსაჩინოდ დგას იქ სადაც დასახელება პროდუქტის, იქ უნდა ეწეროს რომ პროდუქტი არის გენმოდიფიცირებული. ამიტომ შეგვიძლია შემოკლებით ვიყო და ხილი ბოსტნეული პომიდორს იმიტომ აქვს შეიძლება არასასრული გემო რომ
სპეციალურად შემუშავებულია ისეთი ჯიშები, ასევე მარწყვისაც, ახლა მარწვის სეზონით ეს აქტუალურია, რომლის გადატანა, ტრანსპორტირებაც მარტივად მოხდეს და ეს არ არის აუცილებელი, რომ გენური ინჟინერიის შედეგად იყოს, სხვა მეთოდებიც არსებობს. ან დამუშავებული შეიძლება იყოს ქიმიკატები და სხვადასხვა და აი მარწყვი ვაშლივით რომ არის და დიდი, ანუ ხშირად მარწყვს, კარგ მარწყვს რომ ყიდულობთ, ხოლმე სახლამდე არ მიყვება, იმდენად მარტივად ფუჭებადი პროდუქტია და ჩამოდის საკმაოდ შორეული ქვეყნიდან და ძალიან საღია ვიზუალურად, მაგრამ ძალიან უგემური. სამწუხაროდ მეცნიერებმა ვერ მოიფიქრეს ისეთი პროდუქტი შექმნა, რომელიც თან ტრანსპორტირებას გაუძლებს და თან ძალიან გემრიელიც იქნება და არომატული. ანუ რაღაცის ხარჯზე რაღაცას ვთმობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქტები არის გენმოდიფიცირებული. რა თქმა უნდა, სხვათა შორის აი მალფუჭებასთან დაკავშირებით ზუსტად პომიდორზე იყო ჩატარებული ესეთი ექსპერიმენტები გენური ინჟინერიით, რომ გვიან დამწიფება ქვია ესეთი თვისება და 1986 წელს ბაზარზე გამოიტანეს ერთ-ერთი პირველი პროდუქტი იყო პომიდორი ზუსტად, რომელიც ბაზარზე გამოვიდა. მაგრამ მე ვერ გავცელდა ისე და აღარ იყო და ბოლო დროს აი პომიდორის მოდიფიკაცია 24 წელში ახლა ერთი წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა ესეთი ლურჯი ფერის. ანუ იყო აღებული ეს მოცვიდან ესეთი გენი ფერის, ანთოციანების, ხო, რაღაც ანტიოქსიდანტებით მდიდარი და ესეთი ცვლილებები ხდება. ან გვიან დამწიფება ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც გენურ ინჟინერიაში აქტუალური პრობლემაა, როგორც თქვენ თქვით, ხო? და სწორედ მეცნიერები ცდილობენ ისეთი თვისებების მინიჭებას, რომელიც თქვათ ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობას, საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებას, ან გემოს პირიქით გაუმჯობესებას. არის ისეთი პროდუქტები, მაგალითად, ბრინჯი არის ვიტამინით მდიდარი, რომელიც პირიქით ხელს უწყობს აი ჯანმრთელობის დაცვას და ბევრ ქვეყანაში ხელშეწყობა იყო გაუმჯობესება ადამიანის ჯანმრთელობის ასეთი პროდუქტების გამოყენებით. არსებობენ აი მე როგორც თქვი, არსებობენ და თქვენს ახსენეთ მეცნიერების ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ საშიშია და ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ კაენ ნორმანდიის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორთან, რომელიც ამბობს, რომ ბოლო კვლევა 2020 წელს გამოაქვეყნა, ყველაზე დიდი მასშტაბური კვლევა 30 წელი მიმდინარეობდაო და ძალიან ცუდი ნუ თაგვებზე ჩაატარეს ბუნებრივი ეს კვლევა. მე მეკითხა ალბათ ცხოველებზეა ჩატარებული. კი ბატონო, მაგრამ ის თაგვები, რომლებიც მუდმივად გენმოდიფიცირებული პროდუქტებით იკვებებოდნენ, მათ კიბოს შემთხვევები ძალიან ხშირი იყო და ძალიან მებრძვიან ჩვენაერ მეცნიერებს ებრძვიან ძირითადად საკვები ინდუსტრიის წარმომადგენლებიო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამის საპასუხოდ არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ არ არის საშიში და მოკლედ ძალიან სადავოა ეს საკითხი. არაერთგვაროვანი აზრია და გეთანხმებით, აი კვლევები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, როგორც უკვე ვახსენე, ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ცხოველებზეა ხშირად ჩატარებული და ყოველთვის მეცნიერები, როცა განიხილავენ შედეგებს, ცალსახად ვერ დასკვნების გამოტანა ძნელია, რომ მხოლოდ გემეოსგან მოხდა ვთქვათ აი ამ ცხოველის ეს ამ დაავადების განვითარება. შეიძლება როგორც სხვადასხვა მიზეზები იყოს, როცა რამდენიმე წელი გრძელდება კვლევა, შეიძლება საეჭვია და 100% პასუხი არ ვიცით, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მომხმარებლები გვირჩევიან, რომ შვიდად ვიყოთ და უმჯობესია, რომ ისეთ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება, მე მაინც მირჩევნა, რომ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტები მივირთვა და კარგია, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამისგან გვიცავს, ანუ თუ კიდევ ერთხელ განმარტავ ჩვენს ქვეყანაზე ჩვენს ქვეყანაში რაც მოდის ჩვენს მიწაზე ქართულ მიწაზე ვერავითარ შემთხვევაში ვერაფერი გენმოდიფიცირებული ვერ იქნება რაც შეეხება შემოტანა გენმოდიფიცირებული პროდუქტების შეიძლება მაგრამ მხოლოდ გადამუშავებული პროდუქტების ანუ ისეთი პროდუქტების რომლის შემდეგ გამრავლებაც ვეღარ მოხდება მაგალითად სათესლე მასალის და ასე შემდეგ ანუ ხილი ბოსტნეული შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ გენმოდიფიცირებული საქართველოში არ არის მაგრამ შეიძლება იყოს მაგალითად გენმოდიფიცირებული კარტოფილი დამზადებული ჩიფსი ან დაკონსერვებული სიმინდი რომელიც ესპანეთიდან თუ შემოვა, ესპანეთში ნებადართულია და მაგრამ ამ შემთხვევაში წარწერა უნდა იყოს. დიახ, წარწერა უნდა იყოს, რომ რამდენად სრულდება ესეც ვიკითხეს ურსაცუნებლობაში და თქვენს რომ ბოლო წლების განმავლობაში ადრე ცოტა იყო დარღვევები და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა. ანუ რომ ამოწმებენ პროდუქტებს დაწერია არ შეიცავს გემოოს, ის მართლაც არ შეიცავს გემოოს და ეს რაღაცნაირად სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს. მაინტერესებს თქვენ ცხოველებიც ახსენეთ და ესეთ ინფორმაციას მივაგებთ. ძალიან დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ თხებს შეუყვანეს ობობის გენი.
არ ვიცი ახლა პროფესიულად რამდენად ესეთ მეცნიერულად რამდენად სწორად ვამბობ, მაგრამ მოკლედ იმას ამის გენი დაუმატეს და თხები იწველებიან რძეს, რომელსაც მოყვება ობობის ქსელი და ამისგან მზადდება რაღაცა აბრეშუმის BBC-ზე ვნახე ეს სიუჟეტი, აბრეშუმის ქსოვილი. ძალიან დაუჯერებელი ამბავია, ანუ ცხოველის გენმოდიფიცირებაც ხდება და ამ შემთხვევაში ადამიანისაც შეიძლება, ანუ რომ მომინდეს მწვანე თვალი ისედაც მაქვს, ანუ რომ მომინდეს მაგალითად სხვა ფერი, შავი ფერის თვალი მქონდეს, შეიძლება რომ შეიცვალოს ადამიანის კი ბატონო, როგორც გითხარით, თეორიულად შესაძლებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური მოდიფიკაცია ამ ტექნოლოგიის საშუალებით და ცხოველებს რაც შეეხება, თავარი მიზანი იყო, მიხვდით ალბათ, რომელიც გამოიყენება საკვებად, მისი ხორცი, რაც შეიძლება მეტი ხორცი მიეღოთ, თქვათ ასეთი ცხოველისგან. ერთი მიზანი ეს იყო, მე რძის წველადობაზე იყო კიდევ მეტი რძე რომ მიეღოთ ამ ცხოველისგან, არის უკვე ჩატარებული ექსპერიმენტები, ცხვარზეა ცნობილი ექსპერიმენტი ჩატარებული, მე ძროხაზე. ანუ არის ესეთი გენმოდიფიცირებული ცხოველები უკვე და ჩვეულებრივ ადამიანზეც შეიძლება. ახლა მოდიფიკაცია მაინც და მაინც არ გულისხმო, როგორც გითხარით, მედიცინაში გამოიყენება გენური ინჟინერიის ეს ტექნოლოგიები და სამკურნალო მიზნით დღესდღეობით გენური თერაპია არის ერთ-ერთი ისეთი მეთოდი, რომელიც მძიმე დაავადებების შეიძლება ადამიანის გენიდან ამოვიღოთ ან კვერცხუჯრედიდან ამოვიღოთ ისეთი გენი, რომელიც დაუშვათ დაავადების გენი, შეგვიძლია არა, კვერცხუჯრედიდან არაა საჭირო, ნებისმიერი დნმ-ის გამოყოფა ნებისმიერი უჯრედიდან შეიძლება. არ არის საჭირო ესეთი, ესე იგი ის დნმ-ის გამოყოფა სისხლიდანაც შეიძლება. სისხლიდანაც უჯრედიდან თითისგან აღებული. ანუ უკვე დაბადებული ადამიანის მოდიფიცირებაც შეიძლება? არა, მოდიფიკაცია რას გულისხმობთ? აი გეუბნებით დაავადებების განკურნება ხდება გენების საშუალებით. კი ბატონო, დაბადებულ ადამიანზეც და არა დაბადებამდე ამას გულისხმობთ. კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის აი ეს ზუსტად კვერცხუჯრედის და ესეთი ანუ ჩანასახის დონეზე კლონირება, გენის კლონირება, გენური ინჟინერია არის იგივე გენის კლონირება და გენის კლონირება ადამიანებში იკრძალება. მთელ სოფლიოში არ არის ეს ნებადართული. და რაც შეეხება აი სამკურნალო მიზნით ნებადართულია. და საჭიროც არის, იმიტომ რომ აი ბევრი მძიმე დაავადება განიკურნა სწორედ აი ამ მიდგომების საშუალებით. ცხოველებზეც ასევე. ესე იგი ნებისმიერი მოდიფიკაცია არის შესაძლებელი. უბრალოდ აი მიზანი რისთვისაა და როგორც გითხარით, ბევრი სასარგებლო მიზანია და უკვე გამოყენებული იქნა. კი, ეს მინდოდა უცებ მეთქვა, რომ თავარი სასარგებლო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. სოფლის მეურნეობა, აი ბევრ დარგშია გენური ინჟინერიის ტექნოლოგია გამოყენებული, როგორც უკვე ვახსენეთ. პირველ რიგში ეს სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები და ფარმაცევტული ინდუსტრიის დიდი ნაწილი, როგორც გითხარით უკვე, ვაქცინები, ესე იგი სამკურნალო საშუალებები, ანტისხეულების წარმოება გენური ინჟინერიით ხდება დღესდღეობით და გარდა ამისა, ბუნების დაცვისათვის გამოიყენება ეკოლოგიური მიზნით ბიოტექნოლოგიები. ამიტომ ყოველთვის ეს ხშირად ნეგატიურად არ უნდა შევხედოთ ხოლმე, მაგრამ თავარია ვიცოდეთ, ამიტომ რეგულირება ხდება საერთაშორისო დონეზეც და საქართველოში ყველა ქვეყნის დონეზე ხდება რეგულირება ბიოტექნოლოგიას. დიდი მადლობა, ვფიქრობ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა მსმენელმა ძალიან ბევრი რამ შეიტყო გენური ინჟინერიასთან დაკავშირებით ის, რაზეც არ ქონდა ინფორმაცია. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ სტუმრობისთვის. მე ჩვენ მსმენელს შევახსენებ, რომ ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნელი დათუკიშვილი ბრძანდებოდა. მადლობა კიდევ ერთხელ, მე მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა თქვენ მოწვევით.